ყველაფერი, რასაც ხედავ, შენი წარმოსახვაა. ყველაფერი, რასაც ხედავ, ტყუილია. ეძღვნება ნუცას. გოგოს, რომელსაც ბედნიერება უნდოდა. თავი პირველი. ეს ჩვენი სახლია, ჩემი და შოთასი. დღეიდან გათხოვილი ქალი მქვია. ამ კედლებს, ამ ოთახებს მალე ჩემი კვალი დაეთყობა. თანდათან ყველაფერი შეიცვლება და ჩემი გახდება. ამ ტახტზე ერთად დავსხდებით და გვიან ღამემდე ვუყურებთ სულელურ ფილმებს. ამ პანჭრიდან გავხედავ ეზოში მოთამაშე მეზობლის ბავშვებს და მე ჩვენი შვილიც აქ ითამაშებს. ჩემი სხეული თითქოს უშველებელი გახდა და მთელი სახლი დაიკავა. ყველა კუთხე კუნჭული. ჩემმა სიხარულმა აქაურობა აავსო. თანდათან დავიჩუდე. დავპატარავდი. ჯერ ერთი ოთახი დავცალე, შემდეგ მეორე. მალე ერთადერთ პატარა კუთხეში შევიღუჟები ჩემთვის და შეუმჩნეველი გავხდები. შოთა ვერ მომჩნევს. თვალებში მიყურებს და თითქოს გამჭვირვალე ვიყო, ვერაფერს ხედავს. ხშირად მესიზმრება, რომ სადღაც გაშლილ მინდორში ვარ. მზიანი ამინდია. მელანა თავისთვის თამაშობს, ზე ლამაზად ჩადის. მერე უცებს საშინელი ქარი ამოვარდება და ყველაფერს თან გაიტაცებს. მარტო ვიღვიძებ და მთელი დღეები ვერ ვიშორებ ამ განცდას. შოთა სახლში არაა, მელანოს ძილებს. ნეტავ მალე გაიზრდებოდეს და ლაპარაკს ისწავლიდეს. დღეს პირველად გავხდი ისე ცუდად, რომ ფეხზე ვეღარ დავდეგი. სადღაც მუცლის სიღრმეში იწყება ეს სიმძიმე. მერე მაღლა ამოდის, იზრდება, ძლიერდება და ყელში მეჩხირება. სუნთქვა მიჯერს. შოთა მამშვიდებს. შოთა ექიმია და უკეთიცის. შოთა დარწმუნებულია, რომ არაფერი მიჭერს და ვიგონი. ხო, შოთაც მე გამოვიგონი. ავიკვიადე და ისეთ კაცად წარმოვიდგინე, როგორიც სინამდვილეში არასოდეს ყოფილა. მელანა სულ მაგიდის ქვეშ იმალება. შეუძლია საათობით იჯდეს და არც გამოვიდეს. მე მგავს. დამალვა და გაუჩინარება უყვარს. ლაპარაკს თანდათან სწავლობს, მაგრამ თითქოს არ ჩქარობს. იხანგრძლივებს დროს, სანამ სრულებით თავისუფალია. და შეუძლია გაუაზრებლად იყოს ბედნიერი. ხშირად მიფიქრია, როგორი იქნება ჩემი სიკვდილი. ფეხის თითებიდან შემოვა სხეულში, მუხლებამდე ამომაცოცდება, ტანს მთლიანად ჩამიღლაბავს და თვალებამდე ამოღწეულს უკან ვეღარ გავაგდებ, ვერ მოვიშორებ. საათებს ვითვლი, ეს გოგო მე არ მგავს. ეს მე არ ვარ. ხვალ ჩემი დაბადების დღე სარკეში საკუთარ თავს ვერ ვცნო და 5 წლის ვუყურებ და არ მომწონს. არ მიყვარს ეს დღე. ვისი ბრალია ეს ყველაფერი? რა მნიშვნელობა აქვს ვისი ბრალი? ბოლოს მაინც მე ვიქნები ის, ვინც უნდა იჭვირთოს ყველა ცოდვა. ყველას ნაცვლად უნდა აგოს პასუხი. სადღაც წავიკითხე, ვერაფრით ვერ ვიხსენებ, ვინ არის ავტორი ან რა წესეთი მოკლე და შემძარავი ფრაზა იყო. სახეზე ჩამოაბარეთ. რა ახალგაზრდა მოგონდა. ეს ფოტო, სადაც მე, შოთა და მელანა ვართ, ზეზედებისგან გაყვითლდება, გაიცრიცება, მაგრამ მაინც ჩემზე დიდხანს იცოცხლებს. ეს ბედნიერების ილუზია, სადაც ახალგაზრდა ქმარი, ახალგაზრდა ცოლი და მათი ლამაზი პატარა გოგონა, უდარდელები და მხიარულები უყურებენ კამერას. ეს დიდი ტყუილი, რომელიც ძალიან გავს სიმართლეს, ჩემზე დიდხანს იცოცხლებს და სიკვდილის შემდეგ ვერავინ გამიგებს. რატომ თქვი უარი, რატომ ვერ გავუწევი? სად გავიქეცი ან ვის გავეკეცი? იტირებენ, გამლანძღავენ, გამიბრაზდებიან, შევეცოდები, მაგრამ არავინ ეცდება გამიგოს. ვერავინ დაუშვებს, რომ მიზეზი სულ სხვაა.